მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე მაგიური სამყარო. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომენატრეთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ეძარება ჩემი გვერდის გამოწერა და ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ანუ დარეგისტრირდეთ YouTube-ზე და subscribe-ის ღილაკზე ხელი დააჭიროთ, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი მადლობა იმისათვის, მეგობრებო, რასაც მე ვაკეთებ თქვენთვის სრულიად უფასოდ. და თქვენ ამას იყენებთ. ეს წელი ჩვენი პირველი ვიდეოა ამ წელიწადში და მინდა რომ დავიწყო მადლიერებით. ანუ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ყველა იმ ადამიანს, ვინც ანუ ახალ წელს მე იმდენმა ადამიანმა გამახარა, რომ იმდენმა უცხო ადამიანმა გამახარა, რომელიც ჩემი კლიენტი არ არის, რომ წარმოუდგენელია, რომ ანუ ამაზე მეტი დაფასება რა გინდა, რომ ადამიანს გქონდეს. ანუ აქედან უცხო ადამიანი იყო და ჩემი კლიენტიც არ იყო ნახევარზე მეტი, ეს ხალხი იყვნენ მარათონელები. ადამიანები მწერდნენ რომ აი მე თქვენი მარათონელი ვარ და რა კარგი იქნებოდა რომ 10 წლის წინ გამეცანით რამდენამეს უკაცრავად მეგობრებო რამდენამეს ვისწავლიდი თქვენგან ძალიან დიდი მადლობა ამ მარათონისათვის და მოვალ თქვენთან აუცილებლად ზოგი იყო საერთოდ უცხო ადამიანი ზოგადად მე ფულზე არ ვლაპარაკობ ხოლმე იცით თქვენ მაგრამ მე ამ სკრინებს ტელეგრამზე ვწდებდი და მაგრამ იცით თქვენ მე ფულზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ეს უცხო ხალხის ჩარიცხვა სრულიად მე გამაკვირვა გამაოცა და მადლიერების გრძნობა მომგვარა დაახლოებით $2000-მდე ჩარიცხვები იყო ჩემთვის საახალწლოდ 50 евро 100 евро 100 დოლარი 50 ლარი ადამიანებისგან რომელსაც მე არ ვიცნობ და ესენი საერთოდ ჩემი კლიენტები არ არიან მეგობრებო დაჟე კონსულტაციაზეც კი არ ყოფილან ჩემთან წარმოიდგინეთ იყვნენ ან მარათონელები რა თქმა უნდა იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც ჩემი კლიენტები იყვნენ მაგრამ უმეტესობა 90% იყო უცხო ადამიანები რა გითხრათ ადამიანი რომ მეტყვის იმას რომ შენმა სიტყვამ საქმემ კი არა შენმა სიტყვამ მე შემიცვალა ცხოვრება და მადლობა ამისათვის და გილოცავ ახალ წელს და ჩემს ესე ვთქვათ სახელზე იყიდე შოკოლადი ან რაღაცა ხო მნიშვნელობა არა ყველა შოკოლადს მეუბნო და თქვენს გამო ძალიან ისედაც ბევრი ტკბილი მივირთი მადლობა ანუ ამაზე დიდი სიყვარული რა უნდა გქონდეს ადამიანს ახლა მე არც ერთისთვის არც რიტუალი გამიკეთებია არც არაფერი არ გამიკეთებია ამ ადამიანებს არ ვიცნობ ამ ადამიანებმა მიიღეს მარათონში მონაწილეობა უბრალოდ ან უბრალოდ ჩემ ვიდეოებს უყურებდნენ ამიტომ მეგობრებო რა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა ასევე გიბრუნებთ ძალიან დიდ სიყვარულს და ძალიან დიდ პატივისცემას ძალიან დიდი მადლობა ეხლა რაც შეეხება მარათონს მეგობრებო ძალიან დიდი მოთხოვნაა მარათონზე და მოდი ვთქვათ ინფორმაცია დავიწყოთ ეს წელი პირველი ვიდეოა ამ წელიწადში და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე იმიტომ რომ მე უსაქმრობა და ესე ვთქვათ ბანალური ფრაზები გისურვებთ ამას არ მიყვარს იმიტომ რომ რაც არ უნდა მე გისურვოთ თქვენ თუ ან მე თუ ან თქვენ თუ საქმე არ გავაკეთეთ არაფერი არ გამოვა ვინც რა უნდა ანუ გააკეთოს ის ხო საქმე ყოველთვის არის საჭირო ამიტომ მარათონი მეგობრებო ყველა თვეს დაიწყება ერთი და იგივე დღეს ანუ მომისმინეთ ყურადღებით ყოველი თვის 26 რიცხვში დაიწყება მარათონი მაგრამ ყოველი თვის 10 რიცხვში მაგალითად ეხლა 10 იანვარს გაიხსნება რეგისტრაცია და 26 იანვრამდე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მარათონზე. ანუ თებერვალშიც ესე იქნება 10 იანვარს 10 თებერვალს გაიხსნება რეგისტრაცია და 26-ში დაიწყება მარტშიც 10 მარტს გაიხსნება რეგისტრაცია და 26 მარტს დაიწყება. ანუ ყველა თვეს იქნება ერთი და იგივე. როგორ ხდება ეს? პირველი მარათონის ღირებულება იქნება სულ 35 ლარი. მეორე და მესამე მარათონის ღირებულება იქნება სულ $35. ახლა რატომ იქნება 35 ლარი? იმიტომ რომ ადამიანებმა გაიგონ, რასთან აქვთ საქმე, რას ვასწავლი, რაზე ვსაუბრობ საერთოდ ამ დახურულ ჯგუფებში, როგორ არის, რას ვაკეთებ, ანუ ღირს საერთოდ ფულის გადახდა, ან საერთოდ მართლაც ვლის ცხოვრებას ეს მარათონი. ამიტომ ესე ვთქვათ, თან გაითვალისწინეთ, რომ
აქ რაღაცა უკვე პლაგიატები ნახე მე ჩამიგდეს დაიწყეს ჩემი მარათონის ასე ვთქვათ სახელწოდება არის დაიბადე თავიდან ყოველთვის და უკვე გაჩნდა შესაბამისი ჯგუფები პლაგიატები მაგრამ ერთის განსხვავებით მეგობრებო მე ყველა მარათონს ახალს წერ არასოდეს არ ვამეორებ მარათონებს ამიტომ პლაგიატობას მაინც არ გამოგივათ მეგობრებო რაც შეეხება როგორ უნდა ვინ და როგორ უნდა დაიწყოს მარათონში მონაწილეობა, ხო? ჩემი ქართული უკაცრავად. მაგალითად, ვისაც პირველი ნაწილი გაქვთ უკვე გავლილი, რეგისტრირდებით მეორე ეტაპზე. ვისაც მეორე ეტაპი გაქვთ გავლილი, რეგისტრირდებით მესამე ეტაპზე. მაგალითად ესე 10 იანვრიდან, როდესაც დაიწყება რეგისტრაცია, აკეთებთ ესეთ რამეს. მე კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, იცით თქვენ, ამიტომ პირდაპირ აკეთებთ. მაგალითად, ვიღაცა ლენა ჭავჭავაძე ავიღოთ. მაგალითად, ლენა ჭავჭავაძე სურს პირველ ეტაპზე მონაწილეობა. რას ვაკეთებ მე? მე ვარ ლენა ჭავჭავაძე, რას ვაკეთებ? მივდივარ, ვრიცხავ 35 ლარს პირველ ეტაპზე და ვაგზავნი ქვითარს, სახელი გვარი ლენა ჭავჭავაძე სურს პირველ ტურში მონაწილეობა. всё. მე როდესაც გათენდება, ვნახავ ამ თქვენს გამოგზავნილ ქვითარს და გადაგსვათ, გამოგიგზავნით ლინკს და გადაბრძანდებით, ლინკს დააჭერთ ხელს და გადაბრძანდებით Telegram ჯგუფში და დაელოდებით 26 რიცხვს. ასევე ვიღაცა სურს მეორე ეტაპში მონაწილეობა. გზავნით 35 დოლარს მითითებულ ანგარიშზე და სახელი, გვარი, ქვითარი სურს მეორე ეტაპზე მონაწილეობის მიღება. ვისაც მეორე ეტაპი გაქვთ გავლილი, მობრძანდით მესამე ეტაპს. გასაგებია მე მგონი ავხსენი სწორად, რეგისტრაცია იწყება 10 იანვრიდან, ანუ 10 იანვრიდან შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა 26 იანვრამდე მარათონისათვის. ზედმეტ კითხვებზე მე მეგობრებო, მე პასუხს ვერ გაგცემთ, სწავლებას ვერ დაგიწყებთ მაგის დრო. არ მაქვს, ამიტომ გეუბნებით. ქვითარი, სახელი, გვარი და რომელ ეტაპში გინდათ მონაწილეობა. როგორც კი გავიღვიძებ, არ დაგავიწყეთ რომ თქვენთან დღეა, ჩემთან ღამე და პირიქით, როგორც გავიღვიძებ, მომენტალურად გადაგსვათ, ჩაგიგდებთ ლინკს და გადაბრძანდებით ჯგუფში და დაიწყება 26-ში მარათონი. ეხლა რაც შეეხება მარათონს, მე მგონი ძალიან კარგად მოგაწოდეთ ინფორმაცია. ასევე მაქვს ძალიან ბევრი სიახლეები, გუშინაგერ ვიყავი მეგობრებო ტოპანგა, ვინც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, იცის ტოპანგა, იყო მაგების შეკრება და ძალიან კარგი ინფორმაციები ავიღე, ძალიან კარგი ესე ვთქვათ, ძალები გაუზიარეთ ერთმანეთს და ერთ რამეს ვიტყვი რა კიდე მეგობრებო თუ შეიძლება. კარგად გამგები გაიგებს. ჩემი გვერდი არ არის ყველა ადამიანისათვის, მეგობრებო. ანუ ყველა მეორე ადამიანისათვის ჩემი გვერდი არ არის. ჩემი გვერდი არის იმ ხალხისთვის, ვისაც სურს განვითარება, განათლება, როგორც ეს მარათონში, იმიტომ რომ მე იმიტომ კი არა, რომ ვაუ, რაღაცას ვასწავლი, არა. ამ მარათონებით ხო დამავიწყდა მე თქო რომ მარათონებში როგორც მამაკაცებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ასევე ქალისაც ეხლა ძალიან ბევრი მამაკაცი ყავდა სხვათა შორის ძალიან ბევრი მამაკაცი ყავდა ამ მარათონში ამიტომ განვითარება იმისათვის კი არა რომ ვიღაცას რაღაც ვასწავლო არა იმისათვის რომ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და კომფორტული გაუხდეთ მიდგომები ადამიანებთან როგორ ააგონ ოჯახი, როგორი ურთიერთონ ხალხთან, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი, ისე რომ ადვილი ცხოვრება ჰქონდეთ, გესმით? ანუ ხშირ შემთხვევაში ადვილი ცხოვრება როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს ადამიანებმა არ იციან, ამიტომ ყველაფერს ართულებენ. ზოგი ერთი სიტყვით აკეთებს საქმეს, ზოგი ჩხუბით და დავიდარაბით აკეთებს საქმეს და რომელი უფრო უმჯობესია. ასევე ყველა მარათონში თქვენ იცით მე ვლაპარაკობ ჯანმრთელობაზე, გასწავლით ჯანმრთელობის ძალიან ბევრ საკითხებს, ბევრმა პრობლემები მოიგვარა სილამაზეზე, ამიტომ მეგობრებო, ჩემი გვერდი და ჩემი მარათონი ზოგადად არის ადამიანებისათვის, ვისაც უნდა სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზე, ჯანმრთელობა და ბევრი ფული. რისთვის მაქვს ხო ეს ამულეტები ხო, რომ წინ წახვიდეთ, რისთვის ვსწავლობ, რისთვის ვაკეთებ ვუდუს, ანუ არა ეს არ ეგონოს, რომ ეს რიტუალები,
oh my god, უბრალოდ დაჯდები და ვუდუს რაღაცას. არა, მეგობრებო, ამაში იკარგება ენერგია, ამაში იკარგება ძალა, ამაში იკარგება ძალიან ბევრი რაიმე ჩემი და ამიტომ უკაცრავად, მაგრამ ეს არ არის ვეღაცა წერს ხოლმე რა ჯდება რაიმე, ან შეკვეთა, ან რა, მეგობრებო, ეს არ არის ხაჭაპური ბულკი, რომ შეუკვეთოთ, ეს არის ცხოვრების ბედი, ეს არის თქვენი ცხოვრების წინსვლა და ეს არ არის ბულკი, რომ გამოწყვეს ან ხაჭაპური და შეჭამოთ და მეორე დღეს დაგავიწყდეთ. თქვენ საქმე გაქვთ მაგიასთან და ეს არ არის ესეთი მაგია, რომ ტაროს კარტი გაშალო, რას ფიქრობს ადამიანი ჩემზე და oh my god, ვიღაცამ რაღაც სისულელი გითხრათ, რომ იცი რა ენატრები. ხო, ეს არ არის ესეთი რამე. ამიტომ მეგობრებო, ჩემი გვერდი არის ეგეთი ადამიანებისათვის, ვისაც უნდა სერიოზული რიტუალები, სერიოზული ამულეტები და გამდიდრება. ასევე ნებისმიერი საკითხში, ეს იქნება სიყვარული, ვუდუ იქნება თუ რაღაცა იქნება, წინსვლა და წარმოდება. ხვდებით ხომ რასაც ვიძახი და ის რომ ვაიმე ეს კაცია, ხო, კიდევ ვეღაცები მწერან ხოლმე რომ ტაროსკან იქ მე, როდესაც ვიდეოს ვდებ, მეგობრებო, ჰაშტეგში, უბრალოდ ჰაშტეგში ვუთითებ, უბრალოდ აი ამ ტაროს, ესე ვთქვათ, ჰაშტეგს და გარნიშნავს რომ მე რამეს ვაკეთებ, მსგავს რამეს, მეგობრებო, არ შეგეშალოთ. გლის კბილზე მინდა გადავიდე მეგობრებო, ალიასკიდან თქვენ იცით, ვინც ტელეგრამზეა და ძალიან გთხოვთ უფასო ტელეგრამ გვერდზე გადაბრძანდით, ვინც ტელეგრამზე მყავს, თქვენ იცით რომ ალიასკიდან გრეი, oh my god, ნაცრისფერი მგლის კბილები მე შევუკვეთე და შეკვეთიდან მწხვენია თქვენი რომ აქ არ დაგიდეთ უკაცრავად, მაგრამ მეორე დილასვე გაიყიდა მეგობრებო. ანუ მგლის კბილი ჩამოვა, ჯერ არ ჩამოსულა, ხვალანზე ველოდები წარმოვიდგინეთ და ეგრევე გაიყიდა დეკემბერში. ღირს $1500. ოღონდ მეგობრებო, კეთდება. დაახლოებით აი ესეთი ფორმის არის, ოღონდ არის პატარა, რა თქმა უნდა. კეთდება როგორც, ასე ვთქვათ, სიყვარულზე, ოღონდ ვისაც სერიოზულად, ძალიან მყარი ოჯახი უნდა, დაცვა უნდა, ძალიან დიდი ფული უნდა, ძალიან დიდი ბიზნესის აწყობა უნდა. ძალიან სერიოზული, მაგალითად, მომღერალია და მიღწევა უნდა, ხო, სერიოზული საკითხების, ხო? კეთდება მხოლოდ მსგავს, ასე ვთქვათ, საკითხებზე, მეგობრებო, ნებისმიერი რიტუალი. ჩათვალეთ, რომ ვუდუს რიტუალზე ძლიერია, როდესაც მე ვაკეთებ გლის კბილზე რიტუალს. იმხელა მოთხოვნა იყო, რომ მე შევუკვეთე კიდევ და დაახლოებით აი ინფორმაციას დავდებ, პირველ რიგში დავდებ პირდებით, რომ YouTube-ზე რომ აქაც იყიდოთ ხალხმა მარტო არ მინდა, რომ მარტო იქ დახურულ ჯგუფში ვიღაცა მეყიდოს, ხო? დაახლოებით, აი რომ არ მოგატყუოთ, ესე 14 იანვრამდე, 15 იანვრამდე უნდა ჩამოვიდეს მეორე პარტია მგლის კბილი, მეგობრებო, რომელსაც გავაკეთებ, როგორც, იცით როგორ სამაჯურზე ძირითადად არ კეთდება მგლის კბილი, კეთდება ძირითადად ყელსაბამი ამულეტზე და თუ მამაკაცებს უნდა. სამაჯურზეც როგორ არის შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ძირითადად მამაკაცები ან თქვათ, როგორ ვთქვა, ან ბრელოკის სახით ატარებენ, ან საფულეში იდებენ, ან მსგავს რაღაც. ანუ თქვენი როგორც თქვენ გეკომფორტულებათ, ისე გაგიკეთებთ მე. ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ჩემ ბარაქის საფულეებს, ასე ვთქვათ. ეხლა ვიღაცას გაუჩნდება, რატომ არ აჩვენებ ან რაღაც. მეგობრებო, რამდენი რამეც ვაჩვენე და რამდენი რამეც იმდენი პლაგიატობა გააკეთეს ადამიანებმა, ამიტომ პირადად ვინც გადაიხდის ხოლმე თანხას, პირადად მას უგდებ ყველანაირ ფოტოს, ყველანაირ ყველაფერს და უმაღლესი ხარისხის საფულეებს ვგზავნი. აი, ზე უმაღლესი ხარისხის საფულეებს ვგზავნი. აი, თქვენ ახლა ჩემი გეუბნება ხო წარმოგიდგენიათ, იმის, ну, რა გითხრათ, უმაღლესი ხარისხის ტყავია ეს ყველაფერი. და კეთდება პირადად თქვენთვის, ამიტომ მეგობრებო, საფულის ღირებულება არის $600, მოგეხსენებათ თქვენ ბარაქის საფულეების და ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს მასაც. თქვენთან არის ახლა წარმოდგენილი ულამაზესი, ესეთი ყელსაბამი, ეს არის ჩემი გაკეთებული, რა თქმა უნდა და უკვე გაყიდულია ეს ყელსაბამი ლოს-ანჯელესში გაიყიდა გოგონაზე, იმიტომ რომ გოგონამ მითხრა რომ დამიმზადეთ
ძალიან გთხოვთ ყელსაბამი, იმიტომ რომ მინდა რომ მქონდეს გულთან ახლოს დაცვა, ნერვულ სისტემა კარგად მქონდეს, ყველაფერი კარგად მქონდეს, თან ხელზე ვერ ვიკეთებ, იმიტომ რომ მუშაობ ისეთ ადგილზე, რომ სულ წყალში მაქვს რაღაცა იქ დალაგებებზე მივდივარ, ხან იქ მოვდივარ, ანუ 10 სამსახური მაქვს და ხელები მაქვს ისე რომ ვერ გავიკეთებ ხელზე ვერაფერს. თუმცა ეს გოგონა არ გეგონო თქვენ რომ რადგან დალაგებებზე მუშაობს, ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის პატრონია და ესე ვთქვათ, სხვის საქმესაც თვითონ აკეთებს მეგობრებო და იმიტომ აქვს ამდენი ფული და მართლა ბევრი მისცეს. ლოს-ანჯელესის ხალხში ძალიან ბევრი კლიენტები მყავს, ძალიან ბევრი კლიენტები გამიმრავლდა ამ ბოლო თვეებში და რაც ძალიან מחარებს. უფრო ნიუ-იორკში მყავდა ადრე ძალიან უამრავი კლიენტი და მყავს ეხლაც, მაგრამ ლოს-ანჯელესში ძალიან ბევრი კლიენტები მყავს უკვე. ყავე თითოეული ქვა არის ძვირფასი ქვებისაგან შექმნილი, მეგობრებო, და ეს ამულეტი უხდება ყველანაირ ჩასაცმელს, რაც თქვენ არ უნდა გაიკეთოთ, ზაფხული იქნებოდა ზამთარი, არის უმსუბუქესი, სპეციალურად გავაკეთე ისეთი ქვებისაგან, რომ კანზე არ შეგაწუხოთ, იმიტომ რომ ჯერ მე ვაკეთებ ყველაფერს და მე ვყიდი, იცი თქვენ და ჩემი კლიენტები მეუბნებიან ხოლმე, რომ გაიკეთეთ თქვენ, რომ თქვენი ენერგია კონტესო ჩვენს. არ არის პრობლემა, თქვენ თუ გინდათ მაგასაც გავაკეთებ, ჩემი ენერგია და ჩემი ენერგეტიკა და ჩემი სიტყვა, ასე ვთქვათ, ყველას გეყოფათ. ამ ბოდროს ვიძახი ხოლმე, რომ არ მინდა საერთოდ რიტუალი, იმიტომ რომ ჩემს სიტყვას იმხელა ფასია ეთყობა უკვე, ასე ვთქვათ, კარგი მოხუცი ის გავხდი, მოკლედ, როგორ თქვა, ჯადოქარი და ჩემს სიტყვას ისეთი ფასი აქვს, რომ რასაც ადამიანებს ეუბნები, ყველაფერი უსრულდებათ. ზუსტად ისე უხდებათ, რამდენ ხანშიც მევეტყვი. ამიტომ ზოგჯერ სიტყვა უნდა უთხრა ხოლმე ადამიანს უკვე რიტუალები, ხუმრობ ხოლმე, რომ აღარ არის საჭირო თქვა, იმიტომ რომ სიტყვა გიხდებათ ისედაც. ყელსაბამის ღირებულება არის $950, მეგობრებო, და მხოლოდ იხდით საქართველოში ფოსტის საფასურს. ამერიკის ფოსტის საფასურს თქვენ არ გადაიხდით. მხოლოდ საქართველოს ფოსტის საფასურს, როდესაც ჩამოვა, ღირს, ასე ვთქვათ, აღარ მახსოვს 25 ლარი თუ რაღაცა, ყველა თვეში ძვირდება, ამიტომ ზუსტად აღარ მახსოვს, ეხლა თვეში რომ გავაგზავნეთ 33 სამაჯური გავაგზავნეთ წინა თვეში. და ეხლა ღირდა 22 თუ 23 ლარი თუ არ ვცდებით, ეხლა როგორ შეიძლება ფასები ვერ გეტყვით. მოკლედ მეგობრებო, რა მინდა გითხრათ და განსაკუთრებით, მამაკაცები ძალიან ბევრი მსმენელი მყავს, მაგრამ განსაკუთრებით ქალბატონებს რა მინდა გითხრათ რა. მეგობრებო, დაიწყო კიდევ ერთი წელიწადი. ეხლა ბევრს კი უხარია, მაგრამ კიდევ ერთი წელიწადით ვბერდებით განსაკუთრებით ქალბატონები. ამიტომ სადღაც შემხვდა, სხვათა შორის YouTube იყო თუ სადღაცა, მე სოციალურ ქსელები არ მაქვს, ალბათ YouTube-ზე შემხვდებოდა. სადღაც არ ვიცი, სადღაცა შემხვდა ესეთი, რომ ქალმა იყიდა 20 წლის წინანდელი კაბა, რომელიც უნდოდა და აღარ მოუხდა. მოყურეთ, რამხელა რამედებს ამაში. ანუ ქალბატონმა იყიდა 20 წლის წინანდელი კაბა, რომელიც მაშინ ვეღაცის გამო ან რაღაცის გამო და ფულს ვერ ასე ვთქვათ, გადავიხდი და რაღაცა და ასე დაჟმოტა ერთი სიტყვით საკუთარი თავისათვის და 20 წლის მერე ესე ვთქვათ, აღარ მოუხდა. ანუ რას ნიშნავს, მეგობრებო, რომ თქვენ არ გიგონოთ, ასევე ჩემ თავსაც ვეუბნები, მაგას არა მარტო თქვენ. განსაკუთრებით ქალბატონები ძალიან მალე ვბერდებით. იცით თქვენ. ძალიან დიდ დროს ახარჯავს ზოგიერთი ქალბატონი მამაკაც, ხო? მე მყავს ქალბატონები, რომელიც 7 წელი, 8 წელი, 5 წელი რაღაცა საშინელ კაცს ახარჯავენ დროს და იდეა ფიქსი არის მათთვის, ხო, ვაიმე ეს მამაკაცი, არა მეგობრებო. თქვენი იდეა ფიქსი უნდა იყოს წმენდა, თქვენი იდეა ფიქსი უნდა იყოს კარგი თქვენი საკუთარი თავისადმი სიყვარული და ფულის გამომუშავება, იმიტომ რომ ქალი უნდა იყოს ძლიერი, ხო? რისთვის ვაკეთებ ამდენ ამულეტებს და რისთვის ვაკეთებ ამდენ რამეს, ხო? მე რომ ქალი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ადამიანს უნდა ჰქონდეს თვით სიყვარული. თვით სიყვარული რა არის? თვით სიყვარული არ არის რომ მე წავიდე ახლა და თქვათ შანელი და რაღაცა ვიყიდო. ეს არა, ხო, კი, ესეც არის თვით სიყვარული, მაგრამ ჩემი დრო
უნდა, ანუ ჩვენ მარათონში გვაქვს რომ დაფიქრების დრო, ანუ თქვენი მარტოობის მაგალითად ვის გაქვთ ოჯახში მარტოობის დრო. ან მაგალითად მინდა 15-20 წუთი გამმარტოვდე ცალკე, ვიღაცა თუ ლექსებს წერს, ლექსი წეროს, ვიღაცამ ხატოს, ვიღაცამ არ ვიცი, ვარჯიშოს, ვის რაც რა ესიამოვნება. აკეთებთ ამას ყველა დღე? ანუ ზოგიერთი ადამიანი ვერ აკეთებს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ იქ ვიღაც შვილს სჭირდება, იქ ვიღაც ქმარს სჭირდება, ქმარს უნდა შემოევლოს, იქ ვიღაცას უნდა გაემასკნას, იქ ვიღაცას საყვარელს, იქ ვიღაცას, ანუ მეგობრებო, ერთადერთი, ვისაც დრო უნდა დაუთმოთ, ხართ საკუთარი თავი. თვით სიყვარული არის ის, რასაც გადაგარჩენს. რაც გადაგარჩენთ თქვენ. ხშირ შემთხვევაში, მეგობრებო, თვით სიყვარულს კარგავს ადამიანი, როდესაც არის ტოქსიურ ურთიერთობაში. თვით სიყვარულს კარგავს ადამიანი, როდესაც ადამიანს აქვს ოჯახის ჩადო გაკეთებული. თვით სიყვარულს ადამიანი კარგავს, როდესაც აქვს სასაფლაოს მაგია გაკეთებული. ესეთი ადამიანი, მეგობრებო, თვით სიყვარულს კი არ კარგავს, არამედ სრულიად სივრცეში და გარემოში იკარგება ესეთი ადამიანები. ხვდებით? ანუ მაგალითად, ავიღოთ ესეთი შემთხვევა. მე მყავდა კლიენტი, ეხლაც მყავს ეს შესანიშნავი ქალბატონი, შესანიშნავი ოჯახი. მე ეს ტელეგრამზეც დავდე სკრინები. აქვთ გაკეთებული სასაფლაოს მაგია და საოჯახო წყევლა და ყველა ოჯახის წევრს დედა, მამა, 3 თუ 4 შვილი არიან, შვილი, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ეხლა აღარ დავასახელებ ზუსტად ციფრებს, ყველას ქონდა თავზე პრობლემა. თან არ გეგონოთ ეს უბრალო პრობლემები, ყველას ძალიან სერიოზული, გარკვეულ წილის სერიოზული პრობლემები, სულ რაღაცა პრობლემები პარალელურად ოჯახში, ხო? ანუ, როდესაც თქვენ ხშირად ეშლებათ ხოლმე, რატო არ ვარ ბედნიერი, რატო ვერ ხვდებიან ადამიანები, იმიტომ რომ ტვინი დაბურუსებული აქვთ დაახლოებით ესე რომ ავიღოთ. ყურეთ, უბედურება საიდან მოდის, ხომ? უბედურება მოდის ადამიანს, როდესაც ჯადოს უკეთებენ, მოხსნა რომ ვიცი, გაკეთებაც ვიცი, ხო, აქედან გამომდინარე მე რამე სწავლება. ადამიანს, როდესაც ჯადოს უკეთებს, ადამიანის საშინელებას, ხო, ნეკრომაგიას, სასაფლაოს მაგიას, სასიკვდილო მაგიას, საოჯახო მაგიას, ხო? პირდაპირ კეთდება თავზე, იმიტომ რომ თავის ტვინიდან იმართება, ხო, ადამიანი, თავის ტვინიდან ხარ ბედნიერი, თავის ტვინიდან განაგებს შენ ხასიათს, სულ ზოგი ადამიანი, კაცო, ისეთი პოზიტიურია, თავის ტვინიდან მართავს, ხო, აბა საიდან მართავს, ზოგი შეიძლება გაჭირვებაში იყოს, მაგრამ ამ ადამიანი ისეთი პოზიტიურად განაწყოს საკუთარი თავი, რომ გაჭირვებიდან ამოიყონოს, მაგრამ შენ როდესაც ჯადო გაქვს გაკეთებული, შენ როდესაც რაიმე ცუდი გაქვს გაკეთებული, როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარგად იცხოვრო? აი ხშირად ადამიანს ყველაფერი აქვს იმისათვის, ლამაზიც არის, დახატულიც არის, ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერ თხოვდება. ანუ ადამიანს, როდესაც სასიკვდილო ჯადო, როდესაც საგვარეულო ჯადო, ან ვერ ქორწინდება, ან თავის საქმეს ვერ აკეთებს, ან კაცს უბედურება ემთხვევა, რატომ? იმიტომ რომ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება შენი თავისთვის რა არის კარგი? ხშირ შემთხვევაში დაკვირვებული ხართ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ადამიანები დადიან წრეზე. ხშირად არის ესეთი კლიენტები ჩვენთან. ორჯერ გავთხოვდი, სამჯერ გავთხოვდი, ერთი და იგივე საშინელი კაცები ხვდებათ. ყველა შემხვედრაზე. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ვერ მიიღებთ, მეგობრებო, გადაწყვეტილებას, როდესაც ადამიანს ჯადო აქვს, როდესაც ადამიანს სასაფლაოს ჯადო აქვს, ვერ მიიღებს ეს ადამიანი წესიერ გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე თავის ცხოვრებასაც ვერ წარმართავს ნორმალურად. როგორ იქნება ესეთი ადამიანი ბედნიერი? ვერ იქნება, მეგობრებო. ერთი რაიმე მინდა ვთქვა, რომ ხშირად, როდესაც ვეუბნები ადამიანებს, ну, ხა ზოგი პირველად როდესაც მოდის, ან არგენდობა, ან რაღაცა ესეთი, ну, არ უნდა ადამიანს, ან ვიღაცას თან უნდა რომ გააკეთოს რაღაცა 500 ლარად და 600 ლარად რაღაცა და მოატყუოს და მე მოივლის თო ქვეყანას მოტყუდება ვიღაცა მაგებით და არა უშავს. და მაინც მოვლენ, როდესაც მე გეტყვით, მეგობრებო, რომ ვეონმეს აქვს მაგია, სასაფლაოს მაგია, ხო? ან ბავშვზე გეტყვით, ან რაღაცა ძალიან მიჭირს ხომ ამის თქმა, არ უგულვებელყოთ, მეგობრებო. ამას, ანუ იცით როგორ არის? ეს ვინმე ფულის გამო გითხრათ, არის შეუძლებელი. გაიგეთ? ანუ ეს არის შეუძლებელი, რომ ვიღაცა, ну, ბოლო-ბოლო
ჩვენც ადამიანები ვართ, ხო? ფულზე არ შეიძლება არაფერს გაყიდვა. ამიტომ, როდესაც ადამიანს ხშირად აქვს სასაფლაოს მაგია და ეუბნები, რომ იცი რა, შენ ესე ვთქვათ, ესეთი რაღაცა გაქვს, ვერ ხვდება ადამიანი. იმდენად შეპყრობილია ამ ყველაფრით, რომ ვერ ხვდებიან ადამიანები და ხო, არაუშავთ, გიგონება, არაფერი არ სჭირთ, ხო? ანუ, მეგობრებო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებულად მოდის კიდევ, იცით როგორი წელიწადია ეს, აი გამოცდების წელიწადია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიების ხანა მოდის და ფულის შოვნა ძალიან გაადვილდა და ყველაფერი გაადვილდა, კი არ გაძნელდა, გაადვილდა, მეგობრებო. ცხოვრება ძალიან გაძნელდება. ურთიერთობები ძალიან გაძნელდება. ადამიანების ნერვული სისტემა ძალიან გაძნელდება, იმიტომ რომ მეგობრებო, აღარავის აღარ უნდა, აღარც ქალი, აღარც კაცი, ყველა რაღაცა ფულზე გადაერთო, ყველა ურთიერთობების ნაკლებობა იწვევს სიცივეს, სიცივე იწვევს შიზოფრენიას, ზიზღს, ადამიანების გაუცხოებას და ნევროს, მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი, ხა ბევრ რამეზე კი ვხტები, მაგრამ მინდა რომ ჩავატიო ერთ ვიდეოში. ძალიან ბევრი ადამიანი, ხო? თუნდაც ჩვენი ემიგრანტები აიღე. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებიან, რომ ზიან ფსიქოტროპიულ წამლებზე, ზიან ნერვოზის წამლებზე, ზიან 1000 რა წამლებზე, ხო? ხა კი, რაღაცა მეტყვის, რომ ესე ვთქვათ, კარგი ცხოვრება არ აქვს და იმიტომ აქვს კი, მაგრამ ზოგს კარგი ცხოვრება აქვს, მეგობრებო, მაგრამ ვერ ისეთ სისულელეებში ჩადის, ახლა ყველაფერს აქ ხო ვერ ვიტყვი, ხო? თითოეულიან ზოგიერთი კლიენტი ჩემ ისეთ სისულელეებში ჩადის, ისეთ ნაბიჯებს დგავს, რაც არ უნდა გადადგას. ბევრი ადამიანი ტყუდება, ბევრი ადამიანი ძალიან ცუდ რაღაც, ბევრი ადამიანი ძირითადად ჩვენი მე ადრეც ვილაპარაკე, ხო? ჩვენი, ანუ მამაკაცები რამდენ საშინელებებს აკეთებენ, ერთმანეთს საშინელ ჯადოებს უკეთებენ, მეგობრებო. ისეთი იძახიან ხოლმე, რომ მე ეს ახალგაზრდობა არ აკეთებს ჯადო. როგორ გეკადრებათ 17-18 წლის ბავშვები ისე იმეტებენ. სასაფლაო ესენი არიან ყველაზე საშიშები, მეგობრებო. 17, 18 და 19 წლის ადამიანები ისე იმეტებენ სასაფლაოს მაგიისთვის. 40, 45 და 50 წლის კაცებს, რომ თქვენ თვალსაც ვერ დაახამხამებთ. მაგალითად 18 მე არავის არ განვიკითხა, ყველას თავისი ბედი აქვს, მაგრამ თქვენ არ გეგონოთ, რომ ამ ახალ თაობაშიც, რომელიც თაობაც მე ძალიან მიყვარს და ვგიჟდები, მაგრამ მაგია, მეგობრებო, ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ბევრი ყოფილა ეს შემთხვევა, რომ 18-19 წლის ადამიანს სასაფლაოს მაგია ისე გამიგია, რომ გაუკეთებია 50 წლის და 60 წლის კაცზე, ფულის მიზნით, რა თქმა უნდა, რომ როგორც არაფერი, ძირითადად ეს ადამიანებს გულის შეტევებით რაღაცები ემართებათ ხოლმე, მეგობრებო, მაგრამ იცოდეთ, რომ არავისგან არ ხართ დაზღვეული. მე რატო ვთქვი, ხა მე ასაკობრივას კი არ განვიკითხავ, უბრალოდ იცოდეთ, რომ არავისგან არ ხართ დაზღვეული, არც 18 წლისაგან არ ხართ დაზღვეული, არც 25 წლისგან არ ხართ დაზღვეული, არც 30 წლისაგან არ ხართ დაზღვეული. როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები ძალიან სერიოზულ შავ ჯადოებს აკეთებენ და ზოგჯერ ქალბატონს რო გონია, რომ საერთოდ ეს არაფერს არ გამიკეთებს, სუსტად ისეთი მამაკაცები აჭმევენ ძალიან ბევრ რამეს, განსაკუთრებით მუსულმან მამაკაცებს ახასიათებთ მსგავსი რაიმე, განსაკუთრებით მსგავსი ადამიანები, მე ყოველთვის ყველა კლიენტს ვაფრთხილებ, რომ ფრთხილად იყავით, დაკავებულები არიან ძალიან სერიოზული ჯადოს გაკეთებით, ეს ქალები მე ინახავენ ამ მუსულმან მამაკაცებს, ვერ წხვდებიან ისე აჯადოებენ, ამიტომ მეგობრებო, თქვენ თუ გონიათ, რომ ჩვენი დრო, რაც დრო გადის 2025-2000 ეს ადვილი ხანა არა, მეგობრებო, ეს არის ძალიან რთული ხანა მოდის. ანუ ფულის შოვნისთვის შეიძლება შედარებით ადვილი იყოს, მაგრამ გასაძლებად, მეგობრებო, იმიტომ რომ ურთიერთობები გაფუჭდება, გართულდება, ხალხი გაბუროტდება. ამიტომ პირველ რასაც გირჩევთ. დამცავი ამულეტები, ვინც არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა იყოთ, წამყვანი ბიზნესმენი, დღეს კარგად იქნებით, ხვალ ვეღაცა გაგთვალავთ, მეგობრებო. ამიტომ ბიზნესზე იქნება ეს, თუ პირად ცხოვრებაზე იქნება ეს. მე даже ტელეგრამზეც ვამბობდი და პირადი ისტორიაც მოუყევი, რომ даже ოჯახსაც უნდა გააკეთოს მე ადამიანმა პირადი დაცვა. იმიტომ რომ 1000 ქალი, რომელიც ზოგი მანიაკია, მეგობრებო, ზოგს პირიქით უყვარს, რომ შენი კაცი წაგართვას. შენ წაგართვას იმასაც და არავის არ გამოიყენებს. უბრალოდ, აი, როგორ გითხრათ, რაღაცა ის
თამაშივით აქვს რა, ესე უნდა რომ გააკეთოს ესეთი რამე. ამიტომ არავინ, იცით როგორ მე არავის არ განვიკითხავ კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგრამ მე ოჯახის დანგრევის ყოველთვის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ არსებობენ ქალბატონები, რომ იმ ოჯახსაც დაანგრევენ, იმ შეყვარებულსაც წაართმევენ, კიდევ ვიღაცასაც წაართმევენ და მაინც უკმაყოფილოები არიან. არც ერთ ცოლად არ გავყვებიან, უბრალოდ ამით თამაშობენ. ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის გაფრთხილებთ. ვინც იქნება თქვენი მტერი, არის თქვენი ოჯახის შინაური და ახლო ადამიანი. მე არ ჩამოვალ მეგობრებო თქვენთვის ცუდის გასაკეთებლად. ნამდვილად არ ჩამოვალ. ამიტომ მტრები მოიძიეთ სამეზობლოში, სამეგობროში და სანათესაოში. ყოველთვის. ჩემის მხრიდან რა გითხრათ მეგობრებო? თვალი ადევნეთ ჩემს უფასო Telegram არხს, თვალი ადევნეთ ჩემს YouTube-ს და ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ. მარათონი კიდევ ერთხელ ვიძახი, დაიწყება რეგისტრაცია 10 იანვრიდან, ანუ 10 იანვრიდან შეგეძლებათ თანხის დარიცხვა. თანხას რიცხავთ, ზედმეტი გამარჯობათ როგორ ახარ და იმიტომ რომ მე ვერ გიპასუხებ ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს. ქვითარი, სახელი გვარი და რომელ მარათონში გნებათ მონაწილეობა. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ ჩემთან არის ხოლმე ღამე, თქვენთან არის დღე და მეგობრებო ძალიან გთხოვთ დარეკვისაგან და მსგავსი რაღაცებისაგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ ხანდახან უხმოზე კი მაქვს, მაგრამ ხანდახან ხმაზე მრჩება ხოლმე ტელეფონი და ხომ წარმოგიდგენიათ. ასევე გაითვალისწინეთ რომ წინა წელში მე ეს თქვი და აღვნიშნე რომ მუშაობ ახალი მასალებით და მადლობა ღმერთს თუ რაიმე სადმე არსებობს რომ რო ვათენებდი ხოლმე 4 საათამდე და 5 საათამდე აღარ ვათენებ და შესაბამისად 2 საათით, 2 საათნახევრით უფრო ადრე ვიძინებ, როდესაც გახსნებს და ესე ვთქვათ რიტუალებს ვაკეთებ. ფასებმა ჩემთან ოდნავ რაღაცებზე მოიმატა მეგობრებო, ყველაფერზე არ გაგწირეთ და ყველაფერზე ფასები არ მოვამატე, მაგრამ იცოდეთ რომ ნებისმიერი რიტუალი, ნებისმიერი ამულეტი, რომელსაც თქვენ ჩემთან შეიძენთ, რა გითხრათ, სანამ ჩამოვა, მანამდე იმოქმედებს მეგობრებო. ასევე მე რამოდენიმე ადამიანს, ეს ხალხში არ განმიცხადებია, მე რამოდენიმე ადამიანს საჩუქარი გავუკეთე და იციან ამ ადამიანებმა მე რა საჩუქარიც გავუკეთე. ოღონდ იცოდეთ, არ გეგონოთ რომ დამავიწყლეთ, უბრალოდ მე იანვარში ჯერ არაფერი არ გამომიგზავნია, ველოდები მგლის კბილებს, რომ თვის ბოლოს აბსოლუტურად ყველაფერი ერთად გამოვგზავნო. ამიტომ არ გიგონთ რომ დამავიწყდა. მარათონს რაც შეეხება, პირველი ეტაპი კიდევ ვიმეორებ ღირს 35 ლარი, მეორე და მესამე ეტაპი ღირს 35 დოლარი. ასე რომ მეგობრებო რა გითხრათ? მობრძანდით მარათონზე, მობრძანდით კონსულტაციაზე. ხშირად მწერენ ხოლმე რომ აი ესეთი ამბავი მაქვს, ისეთი მიუყვებიან თავის ისტორიებს. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კონსულტაციის გარეშე ვერაფერს ვერ გეტყვით. აზრი არ აქვს ჩემს საუბარს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, კონსულტაციაზე ჩაეწერეთ და შემდეგ საერთოდ გჭირდებათ თუ არა ეს რიტუალი, შემდეგ ამის მერე გადაწყვეტავთ. ნომერზე შეგიძლიათ დაკავშირება +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე და Telegram-ზე მუშაობს მხოლოდ მარათონი, მაგრამ არ ნიშნავს რომ Telegram-ზე უნდა ჩამიგდოთ მეგობრებო, ქვითარი უნდა ჩამიგდოთ WhatsApp-ზე. მეგობრებო, გისურვებთ რომ გქონდეთ წარმატებული წელიწადი და კარგი გონება. სამყარომ გაგვიხსნას გონება. ყველა ღმერთს ევედრება, მომეცი მანქანა, მომეცი ფული, მომეცი მილიონები. კი ბატონო, მეც მაგას ესე ვთქვათ, მეც მინდა კარგი მანქანა, ბევრი ფული, ყველას უნდა. მაგრამ პირველ რიგში, რატომ არის წმენდის რიტუალები, რატო არის ყველაფერი, რომ ჩვენი გონება გაიხსნას და ადამიანი იყოს დაცული და ადამიანმა მიიღოს კარგი გადაწყვეტილებები. თორემ სულ თაფლში ვიჯდეთ მეგობრებო, მაინც ვიღაცამ შეიძლება ტალახში გადახოხდეს, იმიტომ რომ გონება კონდეს დაბინდული და ვერ გაიგოს, კარგი და ცუდი ვერ გაარჩიოს. ამიტომ გისურვებთ გონების გახსნას და დანარჩენი თქვენს გვერდით მიგულეთ.